ტიტუშკებს ათავისუფლებენ, ხოლო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მართონ და აკონტროლონ ვითარება, ისე კითხავენ, თითქოს ისინი არიან დამნაშავეები. ასეთი მოცემულობა არის და მათ შორის ეს განმეორდა ლევან ჯობავას შემთხვევაშიც. ის გვიყვება, რომ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის დროს მას დაუსვეს კითხვები, რომლის შინაარსიც იყო დაახლოებით ისეთი, რომ თითქოს ის იყო მოძალადე, არაფერი იყო არსობრივი მისი თქმით და ადასტურებს იმ ყველაფერს, რომ გაუჩინა კიდევ ერთხელ ამ პროცესმა იმისგან და თუ რამდენად უსამართლოა სასამართლო და რამდენად დაქვემდებარებულია ქართულ ოცნებას. მისი განმარტებით ადამიანი 16 წლის მოზარდი, რომელმაც ფაქტობრივად ყველას კამერების თანდასწრებით იარაღით დამუქრებასა და აქციის მონაწილეებისათვის 48 საათიც კი არ გააჩერეს პატიმრობაში, ის გაათავისუფლეს, ხოლო ჯობავა დაკითხეს დამნაშავესავით, მაშინ როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად მხოლოდ პროტესტს მიუყვებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი მას უჩენს იმის განცდას, თუ რამდენად ძალადობრიويა ქართული ოცნების სახე და ხასიათი და ამბობს, რომ ეს ყველაფერი როგორც თავადაც უწოდებენ ხოლმე აქციის მონაწილეები, სისტემის ძალადობრივი სახისა და ხასიათის დემონსტრირებას ყველაზე უკეთ ახდენს. შემთხვევისთანავე ეთყობოდა პოლიციას განწყობა და მთელი ის პერიოდი, რაც მე იქ შიგნით ვყავდით გაჩერებული. ეგრევე დაიწყეს ყვირილი ჩემი მისამართით, რომ იარაღი საიდან გაქვს ბიჭო. როგორც კი დაინახეს, რომ იქ კამერები იყო, მერე უკვე წავიდა, რომ კაი რა მოგივიდა, შარიკებს ისვრის და ასე შემდეგ. გუშინდელ გამოკითხვაზე კიდე რაღაცნაირად ისე მიდიოდა გამოკითხვა და ისეთ დეტალებზე იყო ჩაკითხვა, თითქოს მე ვიყავი მოძალადე. მე ვიყავი დანაშაულის მაპროვოცირებელი და ამის ირგვლივ ყველაზე მეტი კითხვა იყო გამომძიებლების მხრიდან. შენ ხო არ მიგიყენებია შეურაცხყოფა სიტყვიერი, შენ ხო არ დაგირთხამს? კითხვა, რომლის შინაარსი შეიცავს ნებისმიერი ფორმით საკუთარი თავის წინააღმდეგ პასუხის გაცემას, ესეთი კითხვა არ უნდა დაისვას. დაკავებული იყო ერთი პირი, მაგრამ ჩვენთვის არსებული ინფორმაციით ეს პირი არც 48 საათი არ ყოფილა დაკავებული, გაუშვეს. ბრალდების მხარეს არც აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა არ შეუტანია. შემთხვევა მოხდა 15 სექტემბერს, მაშინ, როდესაც ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში მიემართებოდა დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. ამ დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები პრაქტიკულად თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა იარაღი, როგორც შემდგომ გაირკვა, ის იყო 16 წლის მოზარდი. მიუხედავად იმისა, რომ დააკავეს 48 საათიც კი არ გაუტარებია მას პატიმრობაში, თუმცა როგორც ლევან ჯობავასგან, აქტივისტისა და მისი ადვოკატისაგან მოვისმინეთ, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მასთან მიმართებით დაისვა ისეთი კითხვები, თითქოს თავად იყო არა დაზარალებული, არამედ თავდამსხმელი ან მოძალადე. მათი შეფასების თანახმად ეს ყველაფერი არის იმის ცალსახად ადასტურება, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელმაც აბსოლუტურად დაიქვემდებარა სასამართლო, ამიტომ მათ არ უკვირთ ის ყველაფერი, რაც ახლა დედაქალაქსა და საქართველოში ხდება. მიუხედავად ამისა, აგრძელებს ჯობავა პროტესტს და ამბობს, რომ ისევე ყოველდღიურ რეჟიმში იქნება დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციებზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.